მოგესალმებით ყველას. დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ მონადირის ხაზზე. ეს გახლავთ ინგლისური პოინტერი, რომელიც არის საქართველოშიც ფართოდ გავრცელებულიც, მას გააჩნია ძალიან ბევრი თვისებები, რომლებიც აუცილებლად დასაფასებელი ამ ძაღლისთვის. პირველ რიგში მოდით ავად ამ ძაღლის წარმომავლობაზე ვისაუბროთ. სახელიდან გამომდინარე, ეს ძაღლი გახლავთ ინგლისურის წარმოებული ჰიბრიდი რამოდენიმე ძაღლის ნაჯვარი. დაახლოებით ეს ძაღლი გამოყვანილია პოინტერი. ვიკიპედიაში კი წერია, რომ არის გამოყვანილი მე-18 საუკუნეში, მაგრამ ამ ძაღლზე მუშაობა დაიწყეს მე-17 საუკუნის მიწურულს და რამოდენიმე სხვადასხვა ძაღლებს არჩევდნენ, მათ შორის იყო ესპანეთის ესპანური მეძებარი, მათ შორის იყო თავად ინგლისური მელის მადევარი, მათ შორის იყო ასევე იტალიური წარმოშობის სხვადასხვა წევრებიც, რომლებიც მთლიანი ნაზავი აინტერესებდათ ინგლისელებს, რომ გამოსულიყო მათთვის იდეალურად მორგებული ძაღლი. მე მაგალითად ინგლისურ პოინტერს დავახასიათებდი შესანიშნავი ხასიათით. ის არის ათლეტური აგებულების ძალიან მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლი. ნადირობისას არის უაღრესად სწრაფი. არ აქვს მისთვის მნიშვნელობა ზოგადად რა გრუნტი ანი ნიადაგი შეხვდება. ზოგადად ახლა ვინც ნადირობა იცის და ვისაც ნადირობა უყვარს, მან იცის, რომ ნადირობა ეს ისეთი თემა არის, რომ აქ ზოგადად არ არსებობს მარტო სიტყვა, რომ კარგი ამინდი, სიტყვაზე არ არსებობს, რომ აი რაღაცა იდეალური პოზიცია, ყოველთვის არსებობს ბევრი რის ფაქტორები. სიტყვაზე შეიძლება ნადირის დროს მოგიწიოს სველბალახზე, ჭაობიან ადგილში, ფოთლიან ადგილში, სხვადასხვა ადგილზე. ამ შემთხვევაში მისი ამ ძაღლის პლუსი ზუსტად ის არის, რომ მას მყარად შეუძლია ნიადაგის გრუნტზე დგომა, ამას მისი უკანა თათები, უკანა გავა და უკანა მხარე ამას ძალიან მაგრად აბალანსებს. და ეს არის ერთ-ერთი მაგალითად მე მსმენია ხოლმე, რომ ამ ძაღლსა ფრინველების ნადირობა, ანუ ფრინველთა მონადირე დედოფალს უწოდებდნენ ამ ძაღლს. ახლა არ ვიცი როგორ არის, მე ვამბობ, აი ჩემს ბავშვობაში ვამბობ ამას, ზოგადად ეს ძაღლი უფრო მე-19 საუკუნის მიწურულს იქნა საქართველოში შემოყვანილი და ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში არის. მე ვიტყოდი, რომ უბრალოდ რაღაც ყველა ცხოველს გააჩნია თავის პლუსი, თავის მინუსი, მაგრამ თავად პოინტერი კარგად შესაფასებელი ძაღლი არის. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, მისი სიმაღლე დაახლოებით 65 სანტიმეტრს აღწევს მამრით ჩვეულებრივად. დედალსა და მამალს შორის განსხვავება, მამალი ცოტა უფრო მეტად მოყვანილია, დაკუნთულია, დედალი ცოტა ოდენავ გაშვებულია. ახლა დროდადრო ვისაუბრებთ ვიდეოებზეც, წარმოდგენილი გვექნება ვიდეო ამასთან დაკავშირებით და უბრალოდ ჩემს დამოკიდებულებას
დავახასიათებ ამ ძაღლის მიმართ. ამ ძაღლს აქვს სწორი თავი, აი რასაც თქვენ ხედავთ მასთან მიმართებაში, მას აქვს დაკიდებული ყურები, კიდევ ნახოთ რამოდენიმე სურათი და მას გააჩნია ანუ სახრესავით, აი წკეპლასავით ძალიან აქტიური კუდი აქვს, აი წკეპლასავით არის, რაღაცაზე რომ სიტყვაზე რო ეთამაშები ამ ძაღლს, ხომ? აი ხომ არის ხოლმე რომ კუც აქიცინებს და აი რაღაცა რომ მოხვდეს ფეხზე, აი სულს გაგიმწარებს რა, აი ასე ვთქვათ რა და მათრახებით არის ამის კუდით ცხენის მათრახს გააკეთებ. ანუ ზოგადად ხუმრობით ვთქვი, აი ძალიან აქტიური კუდი აქვს ამ ძაღლს და ახლა თქვენ კადრში ხედავთ მის გარბენს. აი რომ თვითონ ნაკუთები როგორ ეტყობა, როგორი დაკუნთული არის ეს ძაღლი და ზოგადად არის რამოდენიმე შეფერილობის თავად ეს ჩვენი ინგლისური პოინტერი და ამ ძაღლს მე მაგალითად ვუწოდებდი კიდევ სნაიპერს, აი მოქანდაკეს, აი სნაიპერებს მაგალითად აქვთ ესეთი რამ, რომ როდესაც თავის პოზიციაზე დადგებიან, ისინი შეიძლება გაქვავდნენ, როგორ არის იცი სნაიპერის მოვალეობა ის არის, რომ აი ლამის არც უნდა სუნთქავდე, ხვდებით, რომ აი ძალიან ფრთხილი, რომ აი ძალიან გაწონასწორებული უნდა იყოს ყოველი გათვლილი ნაბიჯი და ზუსტად ეს ახასიათებს ამ ძაღლს. მას ახასიათებს ზუსტად ესეთი ფრთხილი მანევრი და აი ვიდეოებშიც ვნახავთ მის ამ დამოკიდებულებას არის სხვადასხვა შეფერილობის, ახლა როგორც თქვენ კადრში უყურებთ, ახლა რაიმე ახალს არა მე მგონი რაიმე ახალს ვერ დავამატებ ამ ძაღლს, უბრალოდ შეიძლება ყველა ეს ინფორმაცია თლიანობაში მოვკრათ ერთად და საზოგადოებას უფრო მინდა ახალ თაობას შევახედო სხვა კუთხით ეს ძაღლი. ზოგადად ეს ძაღლი მე აღუნიშნე არის სწრაფი, მაგრამ თავის სისწრაფეს იყენებს ძალიან გონივრულად და ძალიან ასე ვთქვათ გააზრებულად, როდესაც უკვე ეს ძაღლი არის კარგად გაწვრთნილი, თავის სისწრაფე და თავისი ასე ვთქვათ ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის გააზრებული. ამავდროულად მას თავისუფლად შეუძლია დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით ჩვეულებრივად შეუძლია სირბილი, ანუ გარბენი გააჩნია, რაშიც მას უწყობს მისი უკანა თათები. ზოგადად აი ზუსტად მისი უკანა თათები მას ეხმარება სისწრაფის აკრეფაში და ნახტომი აქვს. მას აქვს გრძელი ნახტომი სამავდროულად და არის ძალიან ასე ვთქვათ თავის საქმეში უბადლოდ ჩამოყალიბებული და თავისი საქმის მცოდნე. აი რასაც ძალიან მაღალი აქვს მას ყონოსვა და აი ზუსტად ინგლისელებმა ის აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი ორი საუკუნის თუნდაც 100-150-200 წლის წინ საგამოფენო და შეჯიბრების დონეზე ახლა იმდენად არ არის გამოყენებული ძაღლები, რამდენადაც ადრე ძაღლი და ცხენი უფრო ახლოს იყო ადამიანთან და ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ამ ინგლისელებისთვის გამორჩეული ცხოველი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა და მას ჰქონდა ძალიან მაგარი ყნოსვა. ჩვეულებრივად შეუძლია ამ ძაღლს ჭაობში ინადიროს, ჩვეულებრივად შეუძლია ტყეში ინადიროს, ველზე ინადიროს, უბრალოდ ეს უფრო არის
ფრინველზე მონადირე, კურდღელზეც მინახია რომ ნადირობს, ქათამზე ნადირობს, იხვებზეც, ანუ გააჩნია დღეს ახლა სადღა არის სანადირო კი არა დღეს საჭმელი აღარ გვაქვს ადამიანებს ეს ნადირი აღარ არის ცოტა იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ჩვენს ბუნებას ვექცევით უდიერად ჩვენს ბუნებას ვექცევით უხეშად ამიტომ ამ ძაღლებს თავად საქართველოში ახლა დღეს არ ვიცი იქნება თქვენ თვითონ მიმითითოთ და მითხრათ დღეს რა ვითარება არის ამ ძაღლებთან მიმართებაში რამდენად პოპულარულია მე უბრალოდ ვიცი რომ ჩემს ბავშვობაში ეს ძაღლი იყო ერთ-ერთი პოპულარული ძაღლი ფრინველზე დღეს რა თქმა უნდა ბევრი სხვა ჯიშები შემოვიდნენ გამოიყვანეს და ალბათ უკვე ცოტა დააქვეითდა მისი სტატუსი მაგრამ მე ვფიქრობ მე ვამბობ იმას რაც ჩემს ბავშვობაში მინახია ეს არის რამოდენიმე ძაღლის ნაჯვარი შექმნილი მისი ხში არის ესპანური მეძებრის ინგლისური მელის მადევრის fox hound-ის შეჯვარებით და მისი ხში ასევე არის იტალიური ჯიშიც ურევია მასში იმიტომ აქვს ამ ძაღლებს რამოდენიმე შეფერილობა სხვადასხვა ხაზებია რომ აი სხვადასხვა ნიშნები აქვს ძაღლებს ხვდებით შეიძლება ვინმე თქვას მაშინ უნდა იყოს ან შავი ან მარტო სიტყვაზე ჩალისფერი მაგრამ რამოდენიმე ფერია ეს ძაღლი არის რა თქმა უნდა სწორი კვების და სწორი პატრონის პირობებში თავად ძაღლი არის აი გაწონასწორებული არის აი ჩამოყალიბებულია გაწონასწორებულია მოძრავია და აი ყველანაირად აქტიურია საქმეში არ გიღალატებს აი შეუძლებელია მან თავისი საქმე ვერ შეასრულოს აი როდესაც როგორ არის იცი ბაბუა მეტყოდა ხოლმე რომ მონადირისთვის არის ორი რამ მნიშვნელოვანი ერთი ეს არის რომ იარაღი რომელიც უნდა იყოს ძალიან შენს პირად თვალზე მორგებული შეიძლება იყოს ძალიან მაგარი მაგრამ ის როდესაც მონადირე სხვის იარაღს დაიკავებს ხელში უცებ არიქა გავისროლე მან თუ თავის ხელზე თავის თვალზე მორგებული არ აქვს ის ვერანაირ შედეგს ვერ დადებს ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რომ ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიონად ვინ გიდგას გვერდზე რომ ფრინველთან როდესაც ნადირობ ახლა მაგალითად დიდ ცხოველზეც ძაღლი არის აი ძაღლის გარეშე მაგალითად შეიძლება აი შემთხვევით რაღაცას გადააწყდე მაგრამ ძაღლის გარეშე შეუძლებელია რაღაცა ისე ინადირო როგორც ძაღლით ახლა დღეს დამეთანხმებით მაგალითად მწყერზე რომ წახვიდე კი ერთი არის ამ ბოლოს ვნახე ხოლმე რომ მაგალითად როდესაც კომბაინი იღებს ხომ იდის და კომბაინის თავზე დგანან და ისვრიან მაგრამ ბევრი მინახია ლამის ერთმანეთს თვის გაურტყიათ ხვდებით ეს ნადირობა მწყერზე ნადირობა ან ფრინველზე ნადირობისთვის შესაბამისი ის უნდა გყავდეს 4 ფეხა კომპანიონი ასე ვთქვათ უნდა გყავდეს კურდღელს მაგალითად რაც არ უნდა დედამიწა რო გადაატყაო კურდღელი რო დაიმალება არ ვიცი მასე ალბათ ძალიან ძნელია რომელიმე ცხოველი მტაცებელი თუ გარეული თუ რავი რომელიმე ცხოველი თუ შეედაროს კურდღელს დამალვაში ერთ-ერთი ახლა შეიძლება კიდევ სხვა რომლებიც არის მაგრამ მე რაც მინახია იმას ვამბობ ანუ კურდღელი არის ისეთი გოთვერანი რომ ისეთ ადგილზე გაინაბება ისი აურებს თავკვალს ძაღლს რომ არ ვიცი უბრალოდ ამაში მე ვიტყოდი რომ ჩემ დროს მას ძალიან მაგრად ახასიათებდნენ აი ნადირობაში იყო უბადლო თანაშემწე მონადირის იყო მშვიდი თავდაჯერებული ბუნებისა და საკუთარი
თავის საკუთარი ღირსების გზნობების დამორჩილებელი. ეს არ არის რომ აი რაღაცა რო წამოუვლის ხოლმე. არის ძალიან მეგობრული და ძალიან მამაცი. ხდებით? ახლა შეიძლება ვინმე თქვას მამაცი არ არისო, მამაცი ახლა იმიტომ ამბობ, ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთს უნდა შევადაროთ, რომელი ძაღლი რაში რა ჯობი. ახლა ეს რომ სიტყვაზე რაიმე დიდი ნაგასთან მიიყვანო აჩხუბო ეს იქნება რაღაცა, იმიტომ ამბობ, ეს არ ხდება. ძაღლის შეფასებები, აქვს თავისი კრიტერიუმი, თავისი დანიშნულება აქვს ყველაფერს. მე მივხვდით? ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ღირსეული ძაღლი იყო და ახლა ახლა უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ, ახლა რას ფიქრობს დღევანდელი მონადირეთა თაობა ამ ძაღლთან მიმართებაში. მე ვამბობ, ჩემ დროს რა ხელა პატივცემდნენ ამ ძაღლს. ძალიან დიდ პატივცემდნენ ამ ძაღლს, ძალიან დიდს. და აი დანარჩენი მოდი რომ არ გავაგრძელოთ კიდევ საუბარი, რამოდენიმე ვიდეოებს გადავხედოთ ამასთან დაკავშირებით. რა შვება, ეს არის თავად პოინტერის და სეტერის, აგერ ახლა ყველა რაც იქნება წარმოდგენილი ვიდეო, ყველას ლინკს მოგცემთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ ადამიანების არხიც ნახოთ, რომ ანუ აი რასაც ვამბობდი, რომ როგორც სკეპლა ისია აი ადგილზე ქვავდება. მას ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს, სანამ პატრონი არ უბრძანებს. აი რაღაცა მას ეს მაგრად გამოძით ბრძანება, ის ნადირობს მითითებაზე, აი კონკრეტულ დეტალის მითითებაზე ნადირობს. ახლა აქ მაგალითად არის სიტყვაზე რაღაცა იმასქენი, ხომ? მაგალითისთვის ავიღეთ, აი ვინადირეთ და წყალში ჩაგვივარდა. ხომ ამ შემთხვევაში ამ ძაღლს შეუძლია სიტყვაზე აი რომ ავიღოთ, შეუძლია მაგალითისთვის აი ახლა მოდი აი თან უყუროთ. ანუ მითითებას მისცემ რა ამ ძაღლს. ახლა იქ ვეღარ ხვდები თავიდან ის ჯოხი რატომ არ აიღო, ან შეიძლება და უცებ მე მეორეს იმას ხნა. ანუ აი მაგას ვეღარ მივხვდი იმას რატომ არ მოკიდა პირი, მაგრამ ამას ახლა მოკიდებს და წამოიღებს. ანუ როდესაც მიუთითებ რომ გამოგიტანოს რაიმე ნადავლი, რასაც ძალიან ასე ვთქვათ, აი მაგალითად მინახია ხოლმე მწყერს, როდესაც მოიყვანდა, ის მწყერი არ იყო დაჩექმილი კბილებით, მიჩერქმილი ან მიდორბლილი. მივხვდი, ეს მას აკეთებდა ძალიან სუფთად ამ ყველაფერს. ხვდებით, ამიტომ მაგიტომ ვამბობ, რომ ამასთან მიმართებაში ეს ძაღლი არის ერთ-ერთი დასაფასებელი. აი ახლა აქ უბრალოდ პატარა კადრი აქვს ახალგაზრდას წარმოდგენილი და აქ უბრალოდ ვერ ხვდებით რა, აი რა ხდება, რა სიტუაციაა, კონკრეტული რაღაც პატარა დეტალი არის მარტო წარმოჩინებული, მაგრამ მას შეუძლია, იმიტომ აი სნაიპერებით მას შეუძლია ერთ ადგილზე გააჩერდეს, გაიყურსოს, აი ახლა იქ მაგალითად ეს მე მგონი რუსული არის, აი შეხედე მათი მიპარვა რაღაც ფრინველზე თუ ახლა ნებისმიერ იმაზე, აი ის შეშდება ერთ ადგილზე, რაღაც პატარა მანევრს აკეთებს, ასეთი მე მაგალითად მე პირადად უწოდებ, რომ ამ ძაღლებს ეს არის სნაიპერები. ანუ ტაქტიკური გადაადგილება საჯარისო შენაერთებში ვინც ხართ ნამყოფი, ეს არის ტაქტიკური სვლები, გადაადგილებები, რომლებსაც უკვე დღეს ნატო სტანდარტებით ახორციელებენ ნატოს შეიარაღებული ძალები. ტაქტიკური გადაადგილება ეს აღებული არის, ზოგადად ახლა კი არავის დაესიზმრება, ზოგიერთი მანევრი არის აღებული ჩვენი ცხოველების დაკვირვებით. ახლა ვნახოთ აქ ეს ჩვენი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ტყის ქათამზე ნადირობს.
და ნახა მიუთითებს იმას. ოჩახ, წინ ნამი, წინ. აიღე. ნახოთ ამასთან დაკავშირებით. წინ. მიუთითა. წინ. თან მანამდე ხომ დააფრთხობდა იმას, ისე იმ ქათამზე, როდესაც ნადირობ, ქათამ ისეთი გოთვერანია, რომ ჯაგებში საათად სპეციალური ჯაგები ყავს, ხო იქ თუ იქით მაყლიანია? აი ხო ხტები ქათამი არის გოთვერანი, ჯაგებში შედის. გაფრინდა ვაფშე ამ ტოტებში რა წვრილიანში და მაინც იპოვის რა. მეორე უფრო იმაზე ავიდა ეს ცაზე და აიღე. და გამოიტანს, ზოგადად როგორ არის იცი? ის მეორე ვერ დავინახე, ესე გაფრინა გზისპირა. აიღე. აბა ნახოთ ამ ვაშკაცის. ბრავო, მოდი. ბრავო ნამია, მოდი. აიღო, დაიჭირა, შევიდა ჯაგებში. ახლა აი. მოდი. აჰა. ბრავო. ანუ ცხოველი მოყავს ყოველივე. ბრავო ნამია, ბრავო. ამობა მეორე ვიპოვოთ. ბრავო, მოდი. და ისეთი გაუვალი ჯაგებია, რომ ჩვეულებრივად იმას იზავს. მოიტანა. ბრავო. რომ საერთოდ არაზიანებს ცხოველს, ანუ ფრინველს, ისე შეუძლია მან მოიყვანოს ჩვენი ნადავლი. მე მაგალითად ამ ძაღს დაუწერდი მაღალქულას რა, აი მაღალქულას მართლა დასაფასებელი. ეს არის კიდევ ლეკვები, პატარა ლეკვები, ჩოჩრები, პატარა ვაშკაცები. უბრალოდ ამას ვიტყოდი, რომ ახლა სიტყვაზე, როდესაც ეს ჯიში ყავს, ხომ? ბაბუას ყავდა ხოლმე რამოდენიმე ჯიში, მათ შორის ეს ძაღლიც ყავდა და უბრალოდ სპეციალურად დიდი საბძელი ჰქონდა ხოლმე ჩვენ, სადაც თივაში იყო, რომ ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს ძაღლი რო გარეთ დამყოფო და ბეტონზე ყავდეს, მას ეს ისეთი დონის ბეწვი არ აქვს, რომ მისმა ბეწვმა სიტყვაზე ყინვას და სიცივეს გაუძლოს. ცოტა ოდნავ ახლა ფეჩის დანთებაც კი არ უნდა, ჩვეულებრივ თივაში გაეხოვდნენ ხოლმე და ჩვეულებრივად იყო, აი, სადაც თივას ვინახავდით საბძელი და იქვე ქონდა ამათვის მოწყობილი ადგილები და იქ ისვენებდა ხოლმე ჩვენი ძაღლი. მე ბავშვობაში ძალიან ბევრი ძაღლი ყავდა, ბაბუა ძალიან ბევრი ძაღლი ყავდა. აქ ვნახოთ ახლა პოინტერის ვარჯიში, ვნახოთ ახლა ამ ვაშკაცის ერთი ახალგაზრდას ვიდეოც ვნახე. იჯეკ. ამას ახლა ასწავლის. იჯეკ. მოიტა. გადააგდო ბურთი და სანამ არ უბძანა, მანამდე იჯდა. მოიტა. დავით. დაჯე. მაგარიგაცია ეს. მაგარია. ანალოგიურად არის, ახლა აქ ორი ვიდეო არის წარმოდგენილი ამ ახალგაზრდის, რომელსაც ყავს და საქართველოში იმიტომ ამობ, რომ ბევრს ყავს ეს ჯიშის ძაღლები და დასაფასებელია მაგალითად ეს ძაღლები. ახლა აქ კადრში არის წარმოდგენილი მისი დაგეშვა, უფრო რეაქციაც და ეს არის ჯერ კიდევ ლეკვი, რომელიც ხედავს, აი რა გააკეთოს, როგორ ისწავლოს, რომ თავიდან ეგრე კი არ დაიწყებს ის იმას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და ასე ვთქვათ, ეს არის ლეკვი, რომელსაც ასწავლიან ჯერ, ათამაშებენ, იმეშვებიან, ბევრი სხვა ვიდეოებიც არსებობს, სადაც შეიძლება ჩვეულებრივად ასწავლო რა როგორ გააკეთოს ვაშკაცმა, ჯერ პატარა არის, ეს ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და გააჩერა ფეხები, გააჩერა, უკვე რამოდენიმე გაკვეთილი გაიარა და უკვე მიიღო რა უნდა გააკეთოს მან. და ძალიან მაგრად ითვისებს ბრძანებებს, ზოგადად ეს ძაღლები ძალიან მიყვარს, დასაფასებელია ნამდვილად. და დანარჩენი რა ვიცი, ეს იყო რაც მინდოდა წარმომედგინე და მე თქვა ვიდეო ძალიან ბევრი არის ზოგადად ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ზოგიერთი ვერ წარმოვაჩინე, იმიტომ რომ რა ვიცი, ან არ გვისაყვედურონ იმ ხალხმა, ან რამე არ გვითხრან,
ხვდებით ამასთან დაკავშირებით. ეს არის ჯერ პატარა ანუ რომელსაც ასწავლიან რა უნდა ქნას, როგორ ქნას. რომ თუ არა ასწავლე, მასე მაშინ არაფერი არ გამოვა. უნდა ჩვენ ვასწავლოთ ჩვენს ცხოველს, ჩვენს ოთხფეხა მეგობარს, რომ მან რა როგორ გააკეთოს. მაგარი კაცები არიან. კარგით მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მე მეთქვა და მეორე კიდევ თქვენი აზრი მაინტერესებს უკვე ამასთან დაკავშირებით. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი შეხედულება, თუ ვინმეს გყავთ ეს ჯიშის ძაღლები, რამდენად შევაფასებდით, კიდევ რაიმე საინტერესო ამბები მოგვიყევით ამ ძაღლის შესახებ, რომ უფრო ფართო გავხადოთ საზოგადოებისთვის ყოველივე ცხოველის დანიშნულება. ზოგადად ეს არის, მოდიშით, ეს ძაღლი არის ფრინველზე, ქათამზე, კურდღელზეც კარგად ნადირობს, ჭაობის მიდამოში მას ძალიან კარგად შეუძლია ნადირობა, სველ, ცოტა თოვლიან ადგილშიც ადვილად ძალიან მგონიერია, ძალიან ადვილად იღებს სუნს და ამავდროულად მიუთითებ. ზოგადად ამის ის მომწონს, რომ მას რას საითაც მიუთითებ, ანუ იქით მიდის მისი აქცენტი. ამასთან დაკავშირებით. კარგით მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და ამ ძაღლებთან დაკავშირებით კიდევ მაქვს თქვენი აზრი, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა გადმოგცა ამ ჯიშის ძაღლის ლეკვი, რომელიც არის შავი ფერის და აი აგერ. თუ თქვენ მაგალითად ხართ მომხრე ამ ძაღლის გათამაშებაზე, აი ეს ძაღლია. უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. მოგცა ერთ-ერთმა კარგმა პიროვნებამ, მოგცა ძაღლი და სურვილი სამებრ გვინდა ამ ჯიშის, აი კონკრეტულად ამ ლეკვის, რომელიც არის თვენახევრის მდედრი, დედალი, მისი გათამაშება და თქვენი აზრი მაინტერესებს. ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ ეს კონკრეტულად ეს ჯიშის ძაღლი გავათამაშოთ და საზოგადოებას, ანუ ვინც ამაზე იქნება დაინტერესებული. მე პირადად ყველა ადამიანს მოუწოდებ ხოლმე რომ ზოგს ნაგაზი ეყოლება, ზოგს ავჩარკა, ზოგს მონადირის ხაზები და ბევრი რამ. ამიტომ ეს ერთმანეთს გაუყოთ და ეს რომ გაუყოთ, ხომ აი ზოგს გავათამაშებ, ჩემი არხი ყოველთვის ცდილობს რომ გავათამაშოთ ცხოველები. ახლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ლეკვზე გვაქვს საუბარი. ეს არის კონკრეტულად რაც გვინდა გავათამაშოთ, მაგრამ ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს. მსურველი რამდენი ეყოლება, რომ იქიდან გამომდინარე, თუ მაგალითად ბევრი მსურველი არ იქნება, მაშინ ამოვარჩევთ და იმ ადამიანს გადავცემთ საჩუქრად. ამ ძაღლის, აი კონკრეტულად ამ ძაღლს. ამ ძაღლის ამას, აი კონკრეტულად რასაც თქვენ ხედავთ კადრში, რასაც თქვენ უყურებთ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა მეგობრებო და კარგით აბა დაგემშვიდობებით. თქვენთან იყო MTV-ს საინტერესო ამბებით, მე მისი წამყვანი მოსე გახლავართ. კარგით, კარგად მზადდებოდეთ.